მოგესალმებით, მე ვარ გიორგი გურჯალიანი. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ერექციული დისფუნქციის მკურნალობაზე, დიაგნოსტირებაზე და მის შემდგომ დაკვირვებაზე. ერექციული დისფუნქცია არის საკმაოდ გავრცელებული დაავადება მამაკაცების პოპულაციაში. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად არის ბევრი რიგში ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს ერექციული დისფუნქციის განვითარებას. დიაგნოსტირება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ. დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება ჩვენს კლინიკაში არის ასოსეხოსკოპია, არის მიკროულტრაბგერა, არის სხვა სკრინინგური კვლევები, რომელიც არის ასაკთან მიმართებაში გამსაზღვრელი. ისევე არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც აღმოჩნდეთ, შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრად. მკურნალობის პროცესის დროს გაუცილებლად არის გასათვალისწინებელი მამაკაცის ასაკთანხლები დაავადებები, ცხოვრების წესი, მავნეჩვევები, ძირითადი დაავადებები არის სისხლძარღვოვანი და შაქრიანი დიაბეტი. მკურნალობა ჩვენს კლინიკაში არის თანამედროვე მიდგომით, არის გამოიყენება შტორცის ფირმის თანამედროვე აპარატი, რომელსაც აქვს ფოკუსირებული გადამწყვეტი, რაც განასხვავებს მას სხვა აპარატებისაგან. ან მექანიზმი არის აღნიშნული გადამწყვეტი, უჯრედულად იწვევს მიკროტრავმას, იწვევს აღნიშნული სისხლძარღვების გაუმჯობესებას და ახალი სისხლძარღვების წარმოქმნას. არის ერთადერთი მეთოდი ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ აუარებელი მედიკამენტების და ხანგრძლივი მედიკამენტოზური მკურნალობის გარეშე.